დარქიკლაძე და მითხრა რომ ხვალ მათეს განახებთ. კარგი მეთქი მერვე დაწესებულებაში. და მათე მოყავთო ხვალ პირველ საძეო. მათე შემოიყვანეს თქვენ იურისტი ხარ და სხვაზე უკეთესად ერკვევით, როცა მოყავთ მათე დასვეს იქით, აქ არის შუშა, აქეთ ვზივარ მე. მათე რო შემოვიდა, გული შემიწუხდა. აიღო ტელეფონი და უნდა ხო დამელაპარაკოს, მეც ავიღე აქი ტელეფონი. თუ არა და 15 წუთი გვაქვს დრო. ამ 15 წუთში უნდა მოვასწროთ მე და მათემ საუბარი და ამას თვითონ ბატონი ნოდარი უკეთილშობილესი ადამიანი აქინკლაძე წესიერი კაცი ციხის უფროსი მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის და მითხრა რომ რამენაირად დაელაპარაკე უთხარი რომ მალე გამოხვალ და ასე შემდეგ ამას ახლა ციხის უფროსი რო გეტყვის ციხის უფროს არ დაუჭერი ხარ აიღო მათემ ტელეფონი ავიღე მე ტელეფონი და იმდენად ცრემლები წამომივიდა აქ რაღაცა გამეჭირა და მათეს მამა როგორ ხარ ისიც ვერ უთხარით 14 წუთი აი ეს ვიზიტის დრო წაიღო აი წარმოიდგინე მათე დაждდა იქით 15 წუთი გვაქვს მე დაუჯექი აქით შუაში არის შუშა არაფერი არ ისმის მარტო ტელეფონით უნდა ველაპარაკო ხო 14 წუთის განმავლობაში იმდენად ცრემლები მომდიოდა აქ რაღაცა გამეჭირა რომ მათე როგორ ხარ ესეც ვერ უთხარი მე 15 წუთს უთხარი რომ მათე როგორ ხარ მეთქი და ეს ახლა ხო ყველაფერს უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და კიდევ ვერჯერ ციხის ადმინისტრაციას დიდ მადლობას ვუხდი მერვე დაწესებულების მე-12 დაწესებულების სადაც მე ვიყავი არ ვიცი აი თუ რამე შეიძლება და ყველანაირი ხელისეწყობა მქონდა იცოდნენ იმათმაც რომ ყვილა ვიჯექი და აქედან წარმოიშვა იდეა აქედან მიუბრუნდი თუ არა იმ დღეს ხატია მიუბრუნდი ჩავედი პირველ სართულზე იყო ბიბლიოთეკა ავიღე ფურცლები დავჯექი და დავიწყე წერა რომ ციხეში მამაკაცებიც კეთილია და ეს წიგნი იქნება თელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი წიგნი, იმიტომ რომ ზუსტად 6 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ეს ზუსტად არის მოყოლილი. აღწერილი გაქვთ დეტალურად, დარწმუნებული ვარ პრეზენტაციიდან მოყოლებული, უკვე ბესტსელერი გახდება და ველოდებით. მე იმდენად ვმუშაობ ამაზე, რომ შავი საქმე ყველაფერი დამთავრებულია, უკვე ასწორებენ და წარმოიდგინე ყდაც რო ყდარი, ესეც უნდა იყოს ისეთი, რომ იკითხონ რომ ეს ვინ გააკეთა, ვინ დაწერა. ვიცი მე თქვენ